ეს მე ვარ, ნიკა. ეს ჩემი მეუღლე გუკაა. ეს კი ბრუკლინია, მუქი ქალაქი, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. აქ ყველაფერი მუქი და აგურისფერია და ამით გამოწვეული დეპრესიის გამო გადავწყვიტეთ რომ ვიმოგზავროთ ესეთ ფერად შტატებში ამერიკაში. ამიტომ დავიწყეთ მოგზაურობა. ჩვენთან ზამთარი იყო, ამიტომ თავიდან ყველაფერი მუქი გვეჩვენონ, მაგრამ თანდათან ყველაფერი უფრო ნათელი ხდებოდა. გავიარეთ 5000 კილომეტრი და დავათვალიერეთ ბევრი ლამაზი შტატები. და ბოლოს მივადექით Universal Studios Parks, სადაც საოცრებები მოხდა. დავიწყეთ მოგზაურობა და გვერდი აუარეთ ისეთ შტატებს, როგორიცაა ნიუ-ჯერსი, ფილადელფია და პენსილვანია. განწყობა გვაქვს ძალიან მაგარი. და ჩავედით მერილენდის შტატში, ქალაქ ბალტიმორში. აქაც ზამთარი იყო და ამიტომ აქაც მუქი ფერები იგრძნობოდა. ეხლა მარტის თვეა და ხეებს რა თქმა უნდა გაცვლილი აქვს ფოთლები, მაგრამ თავის ხიბლი მაინც აქვს. სახელის გულზე მოჩანს, ესე ვთქვათ, ქალაქი ბალტიმორი, მერილენდის შტატის ერთ-ერთი ქალაქი, რომლის ღირსშესანიშნაობას ეს ყოფილა თურმე ეს პარკი და აი ვეცდები ახლა დრონი ავაფრინო, ქარია, ძალიან მაგარი ქარია, მაგრამ დრონი ავაფრინო, განახოთ ზემოდანაც. შევირბინე უცებ, აი ეს ენერგეტიკული უწოდას გავემაგრებ გულს და მეც გავივლი დღეს. ტრაილერი მძღოლები ვიდა, ჩაალაგე. ცივა, ძალიან ცივა, მაგრამ ეხლავე გავთვებით თბილ ქვეყნებში წავალთ. პრინციპში აწყობილი ვართ ყველანაირად, მაგრამ რაღაცები გვაქვს, რაც აქ შევიძინეთ. ეს არ ქონდა უფრო დიდი, მაგრამ დავტოვეთ სახში, იმიტომ რომ პატარა ზომის გვეყიდა, ვიყიდეთ ეს და აი ეს გვჭირდებოდა აუცილებლად. ასევე ეს გამიფუჭდა დასაბერი ბორბლისის იაფიანი რაღაცა ვიყიდე ასევე ესენი, მაინც. დღეს გავიარეთ დაახლოებით 1000 კილომეტრამდე, ამიტომ დასვენების დროც მოვიდა. აი ჩავაპარკინგებთ ახლა ეს მოსასვენებელ ადგილას და აქ დავიძინებთ ამ საღამოს. აქ კიდევ აყენია ერთი მანქანა და იქ კიდევ აყენია მანქანა და ისვენებენ აქ. ბევრი მეზობლების არ გვეყოლება, ისე დავისვენებთ ამ საღამოს. შემდგომ მანქანაში გავშლით. აქ ახლა გავამზადებ შიგნით დასაწოლად მთლიან ამას ავითვისებთ ამ ადგილს. კიდევ შემოგვიერდა ერთი ადამიანი. მთელი დღე საჭმელი არ გვიჭამია. არც გვინდოდა, არ ვიცი რანაირად რაღაც ძალიან სასიამოვნო იყო მთელი გარემო და საჭმელი არ გვიჭამია. ამიტომ ეხლა გავამზადებ აქ შევწავ რაღაცებს. შემდგომ კი დავიძინებთ და ხვალ გავუყევით უკვე გზას. დაახლოებით ერთი 500-600 მილს გავივლით, ეს დაახლოებით 1000 კილომეტრია. 1000 კილომეტრს ხვალაც გავივლით და რამოდენიმე შტატს გავივლით კიდევ ამასობაში და დაბოლოება იქნება ძალიან ლამაზი, სადაც ჩვენ მივდივართ. მოვიღებ ამ ჩვენს გასკურას ესე ვთქვა და დავტესტავთ ყველაფერს. სახით უკვე ჩავაყენე ეს ბალონი და ეხლა დავიწყებ შებრაწვას. აი სახით ავანთეთ ეს და ეხლა დავდებთ აი მოყოლეთ ძალიან მაგარია. შემდგომ სტეიკისთვის გამოვიყენთ, მაგრამ ამ საღამოს შევბრაწავთ ესე ვთქვათ ამერიკულად ბეკონს და კვერცხს. ჩვენ ახლა ვართ
ვირჯინიის შტატში, ამ საღამოს აქ დავრჩებით და რო უყურებთ ძალიან ბევრი მეზობელი შემოგვიერდა. ბევრი მეზობელთან ერთად მოგვიწევს ამ საღამოს ცხოვრება. საბოლოო სახე აი ესეთი მიიღო. მაგრამ მთელი დღის მოშიებულზე მართლა აი კარტოფილის შემწვარი ზედ მოვაყარეთ და 3 წამის მერე ალბათ 12 საათამდე ვერ დავიძინებ და ხვალ გვარც შორი. აქაც თბილა, მაგრამ ძალიან თბილ ადგილას ჩავარ ხვალ. სამხრეთისკენ გვაგეზი, ხო? აი ესე დაგვირგვინდა ბოლოს შემოვადგით ჩაი. ხო, მანქანა დალაგებული საწოლი გაშლია. აი, დუხს ჩაის გამორთავ რა მაწადე. ეს. აქეთ გადავანაწილეთ პირადი ნივთები. კი, შემდგომში ვაპირებთ აუცილებლად ზემოთ როგორ ქვია მაგას სათავს, ხო, საბარგულის ხიდვას დიდის, სადაც ყველაფერი ჩაეტო, მაგრამ ეხლა აი ესეთი აი ეხლა გავფენთ ამებსაც. აი ნებისმიერ ზომის ადამიანის კალათბურთელებისთვისაც კი საკმარისი ზომა, 2 მეტრაზე მეტიც არის კალათბურთელი, მაგრამ 2 მეტრა ჩვენ არა ვართ. 1.80 და 1.83-მდე მეორე. აი ესე გამოიყურება საწოლი, დილით რო გავიღვიძებთ, სავარაუდოდ აი ეგეთ. აი გავიღვიძებთ ნიკა. თუ გავიღვიძებთ აი გულოს მაგ რო დავიძინოთ, კარგად რო დავიძინოთ. აი ესე სუფთა ჰაერს ჩაუკლაპავ დილით. კი, სასტუმროში მეტი კომფორტია, ხო, და თავისი პლუსი აქვს, რა თქმა უნდა, სასტუმროს, მაგრამ ეხლა ამ წუთას სასტუმროში დარჩენას ნამდვილად აგვირჩევნია და ალბათ სხვა დღეებიც, მომდევნო დღეებიც ეგრე იქნება ძალიან გვსიამოვნებელს. ჩვენს ვიდეოებს აუცილებლად უყურეთ. მომდევნო ვიდეოები იქნება უფრო მეტად საინტერესო, იმიტომ რომ თბილ შტატებში ჩავდივართ და იქ გვაქვს დაგეგმილი რაღაცა, რაც უნდა განახოთ საბოლოოდ. დარჩი ჩვენ სახლზე გამოიწერეთ, ვისაც არ აგა გამო. სახლში კაი გემო აქვს, მაგრამ აქ 10 მაგად უფრო კაი გემო აქვს. ხობარი ძალიან მაგარი გულო. ხვალისთვის ვემზადებით. ხვალ იქნება თავ დავიწყება, იწყება ხვალიდან. ხო. ხვალ ჯექსონი უნდა შევაფასოთ. დრონიდან მინდა, დრონით მინდა აუფრინდე. აი ძვირადღირებულ დასახლებაში, სადაც ალბათ ოლიგარქები ცხოვრობენ აქეთ-იქით. თუ ჩავიდეს ხო. მაგრამ მე ხო რისკავ ყველაფერს. გამოვიძინეთ შვენიურად. დილით გამეღვიძა და ახლოვებთ ალბათ 6 საათისთვის, 3 საათი ვიარე, 4 საათი, 3-4 საათი ვიარე და ეხლა კიდევ დაგვრჩა 7-8 საათი სასიარულო, რო ჩავიდეთ დაბლა, ესე იგი ოკეანისკენ მივდივართ, რა თქმა უნდა, თბილ შტატში და იქ ავროპას მერე განახევთ. მერე კიდევ ვაპირებთ უკან დაბრუნებას, სხვა შტატში წასვლას, დარჩი ჩვენ სახლზე უყურეთ და ყველაფერს განახევთ. ეხლა ავაფრენ დრონს და ისიამოვნებთ ამ კადრებითაც ძალიან ლამაზია აქ ავროპა, როგორც უყურებ, მაგრამ დასასვენებელი ადგილების და ყველა შტატშია და შტატში შეიძლება რამოდენიმე ათეული ეს დასასვენებელი ადგილი. გამოირჩევა ახლა ეს, ვისაც მოგზაურობა უნდა ამერიკაში. არანაირად არ ჭირდებათ სადმე მოიძიოთ და ეძიოთ იმას თუ სად შეიძლება გაისვენოთ. არ არის საჭირო მოხვალთ ესეთ ადგილებში და დასასვენებელი ადგილებში და აქ მოგხედავენ, გეტყვიან თუ იმ შტატში რა არის საინტერესო, გასართობი და ღირსშესანიშნაობა. ამიტომ თუ მოგზაურობას დააპირებთ, აქ შეგიძლიათ ყველაფერი ინფორმაციის მიღება ძალიან მარტივია, თუ სურვილი არის ამისი. ალაგებ. დიდი სიამოვნებით მოგზაურებდი აი თქმა. ხო, თახვი უზის უკან. არის. წავედი მოგლეჩენ. ლოკალში ვარ და საფრთხე დავეშვებით ახლა აი ესეთ ყანაში მოგვიწევს. ეს არის ამერიკული ყანა, აი ჩვეულებრივი, როგორც ჩვენ სოფლებში არის, დიდ სოფელში. აი ასე გამოიყურება ამერიკული სოფლები. ეხლა გავაჩერეთ
სამხრეთ კაროლინაში და ერთ-ერთ სოფელში ვარ. და მინდა რომ აუფრინდეთ და ვნახოთ ერთად ეს ბოჩოლები და ასევე თუ რადონის სოფლები შეიძლება იყოს ამერიკაში. მოდი დავათვალოთ ერთად. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, იმდენად სასიამოვნო იყო ამ ცხოველებთან ურთიერთობა და ზოგადად ამერიკულ სოფლებში მოგზაურობა. ადამიანი გამოგვიხმარვა დრონით რომ დავფრინავით ნახა და შეგიყვანთ ეხლა და განახებთ რომ ძროხ ხევს უკვითხრა ძალიან საყვარელი კაცია Stand cow. Boy, down here. Father, you go down, you'll see. Come on, hey. აუ ნახე წამოვიდნენ ეხლა ის ნახე ის ბალტელო დგას როგორ გვიკოლებ კარგად გამოგდის გულო ეგ შეხლა ეს კაცი და სავარაუდოდ მომეფერებით ხელით თურქები არა ალო თქები მოდი მოდი ძალიან საყვარლები არიან ძალიან საყვარლები ხარ ნუ გიზიდიოთ კაცი რა საყვარლები ხარ თქვენ შემოგევლეთ რა აი მოდი შეჩი ელეფილი Black. There's the big one. There's a black one back yonder. შავის ესე იგი Some are female. გოგოები არიან აქ და შვილები ძალიან საყვარლები არიან $10,000. აი ზროხა მოკლედ ღირს $10,000 წარმოიდგინეთ თქვენ აუ იწყარი იყო მართლა ეს ყველაფერი არ ვიცი აი ძალიან გახარებულები ვართ აი ღირდა ეს მოგზაურო ამად მარტო ღირდა რა აი ესე გამოიყურება ახლა ჩვენი დღევანდელი სასტუმრო. გულო, სასტუმროს ჯავშნი? რა როგორ ჯავში სასტუმროს? ნუ სასტუმრო რო ეს რო არის, ეკი იცი ჩვენი სასტუმრო და ეს არის ძალიან ლამაზი პარკინგი. მე მეგონი ნამყოფია აქ სხვა დროსაც და იძახის რომ ძალიან იაფია აქ საკვებით, რესტორნები ძალიან იაფია და ჩვენ სასტუმროში, აი ამ სასტუმროშიც გავატარებთ ამ საღამოს, შემდგომ კიდევ დაბლა ჩავალთ უფრო თბილ მხარეებში. დღესაც აქაც თბილა როგორც ასეთი. კაი ტემპერატურაა, მაგრამ ამის გახდა მომიწევს ალბათ ხვალიდან. გვეყენა, ეხლა გადმოვაპარკინგეთ აქ. რა დაждდა მთელი 24 საათი გულო? ასე მითხრა დღესო რა, ესე იგი, რა ვიცი, დილამდე ალბათ. ხო. $5. ხო. ძალიან მაგარი ადგილია, ძალიან. გინდა მზეზე, პალმების ქვეშ, გინდა ჩრდილში, ჩვენ ჩრდილში გვჩვენე, იმიტომ რომ თბილა უკვე, თბილა მზე არის. მაგრამ ხვალ ოფიცერად მოგვიწევს ამის გახდა, ხო? ხო. და ესა, $2 ვაჩვენე, $7 გაგვიჭდა. $2 იქ ნიუ-იორკში რომ ვინმეს მისცე თავზე გადმოგახევს აქეთ. ეგ რა არის? არა, ნუ ეგრევე ჯარიმაა. ხო. იქ არის $115. არა. უფრო სწორად გადაიყვანენ და 350 და რა ვიცი, მთელი სტრესი რა. კაი, მოკლედ ეხლა ცოტა ხანი დავიძინებ და შემდგომ დავეშვებით Myrtle Beach-ის სანაპიროზე, ყველაფერს განახებთ, გადავიღებთ. ეს არის ქალაქი Myrtle Beach. აქ ყველაფერი ლამაზი იყო. უწოს რა ეს ქალაქი უკვე დასართობი ატრაქციონები, პალმები, ბედნიერი სახეები, გართობა ყველა ფეხის ნაბიჯზე და ულამაზესი სანაპირო. აი ეს მიყვარს, აი ეს პალმები და ეს მაგიჟებს რა. ყოველ დღე უფრო და უფრო მიცრუდება გული ამ ნიუ-იორკზე და ბრუკლინზე რა. აი არ ვიცი რაღაც უფრო წუწუნი გამომდის მოგზაურობაზე მეტად, მაგრამ ძალიან არ მომწონს უკვე ნიუ-იორკში, ბრუკლინში ცხოვრება. არა. ჯლომი არის ცეკვა კაია. აი ბავშვები კიდე
ყვითელი ქვიშა. რესტორნები და მაღაზიები Myrtle Beach-ის განუყოფელი ნაწილი იყო. Myrtle Beach-ის სილამაზით აღთქმას ვერ მალავდნენ ვერც ახალგაზრდები და ვერც აქ იყო სოფლიოში ალბათ ყველაზე დიდი სუვენირის მაღაზია, სადაც შევიძინეთ ეს სამახსოვრო და ეს სამახსოვრო მაგნიტები. ეს კი გულო კმაყოფილი მიუყვება Myrtle Beach-ის ქუჩებს. ეს არის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა Myrtle Beach-ის. ამე განსაკუთრებული არ არის, მაგრამ ამ სკამზე ყველა ჩვენ ვიყურებდა. თუმცა ჩვენ არ გვადარდებდა არაფერი, იმიტომ რომ ვისვენებდით. ის არის, ეს დებილობა. ეს მაგარია. ია. მაგრამ პაუზეზე ახალგაზრდა. ჩვენ უკვე მოვედით ჩვენს სასტუმროში. რა ნომერია გულო ჩვენი სასტუმრო და სართული პირველია ეგ ვიცი. სართულში მოვედით, ეხლა გამოვიცილთ რაღაცებს. ფეხსაცმელი ჩავიცნობ და წავალთ რესტორანში. ეს კიდევ ერთ-ერთი ნაღდი ამერიკული ჰოტელები არის. $40 სულ რაღაც. ამით დამთავრდა ეს ვიდეო. მომდევნო ვიდეოში უკვე თქვენ ნახავთ ჯექსონვილს, საოცარ ქალაქს და იქ არსებულ მდიდრულ დასახლებას. ასევე თქვენ ნახავთ ორლანდოს ნაციონალურ პარკს და ნახავთ თუ როგორ შევიძინეთ Universal Studios ორი პარკის ბილეთები. ორი პარკის ბილეთები, საიდანაც იწყება ჩვენი გიჟური თავგადასავლება. დარჩით ჩვენ არხზე და უყურეთ მომდევნო ვიდეოებსაც.